ქრისტიან-დემოკრატებისა და საქართველოს მთავრობის კანონპროექტებს ხერხის უკანონო ჭრის გამო დაჯარიმებული მოქალაქეების გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ პარლამენტი ერთ წილში განიხილავს ორივე პროექტი ადმინისტრაციული სახთელისაგან ათავისუფლებს როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს. დღეს მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გააკეთა. ალექსანდრე ხეთაღურის განცხადებით, მოსახლეობას სოფლად ჯარიმების გადახდა უჭირს და აღნიშნული ღონისძიების მიზანი რაიონებში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება. მთავრობამ გადმოდგა შემხოდრი ნაბიჯები, მათ იურიდიულ პირებთან დაკავშირებით აქვთ ანალოგიური წინადადება და ჩვენ გვინდა ეს ორი ინიციატივა ქრისტიან-დემოკრატების და ენერგეტიკის სამინისტროსი გავაერთიანოთ, მივცეთ ერთიანი სახე, რის შედეგადაც შვება მიეცემათ როგორც ფიზიკურ პირებს, ანუ რიგით მოქალაქეებს და განთავისუფლებიან ადმინისტრაციული სახთელებისაგან, ასეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან იურიდიული პირები, ანუ საწარმოები, რომლებიც დაკავებული იყვნენ ხეთყის დამუშავებით. ჯარიმები მოიხსნება, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციულ სამართალდამცავად რაც იყო ჩათვლილი, სისხლის სამართალს ეს არ შეეხება და შესაბამისად აქ ინიციატივა ჰქონდა როგორც საქართველოს მთავრობას, თავდაპირველი ასევე დამატებითი ინიციატივები იყო ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის, მოხდა ამ ინიციატივების გაერთიანება და უკვე უახლოეს მომავალში მეორე მოსვენით განიხილება საქართველოს პარლამენტის მიერ.